კიდევ ერთხელ ღამის პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი და თქვენ უსმენ დაუყურეთ გადაცემას ღამის სტუდია. დღეს მე საინტერესო სტუმრები მყავს უფლება დამცველი პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ბესარიონ წულაია სოხუმიდან. ძალოვანი ყოფილი ძალოვანი მაიორი ყოფილი. თუმცა შეგიჩერდათ ეს თუ თადარიგში ხარ? თადარიგის ესე. რა თქმა უნდა, დიმა, მე დაამინდოდა რომ მოსულიყავი, იმიტომ რომ რუსულ თემაზე გვესაუბრა. აი, ხედავთ ხო, დღეს 14 აგვისტოა. გიორგი ბარამიძის განცხადებები რამდენად მავნებლურია საქართველოსთვის და სამშობლოსთვის და ეს რუსოფობიური რაღაცა, არ ვიცი. გულბად ცხილაძე დაიჭირეს რუსოფობიის გულისთვის და ისა ამის წინააღმდეგი რო იყო და დღეს ყობახიძე ლაპარაკობს რუსოფობიაზე. მაინტერესებს თქვენი აზრი. საღამშვიდობის მოგესალმებით, მივესალმები ბატონ ბესოს. კალტონინო, მე და თქვენ ამ სტუდიაში ძალიან ხშირად გვისაუბრია ისეთ თემებზე, რომელიც ასეა თუ ისე მაინც არ არის ხოლმე ბოლომდე გახსნილი და ბოლომდე დეტალიზირებული. ვერც ვიტყვით ბოლომდე ყველა. ხო, არის საჭირო, იმიტომ რომ იგივე რუსოფობიის საკითხებთან დაკავშირებით ბევრ საკითხს ნათელი უნდა მოეფინოს. რასთან გვაქვს რეალურად საქმე? აბა რასთან? რამდენი სტანდარტი გამოიყენება რუსოფობიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობის დროს და ვინ არის ის ასე ვთქვათ პერსონა ან სეგმენტი სისტემის, რომელიც ცდილობს რომ ქვეყანაში რუსოფობიული განწყობების მაღალი ფონი იყოს და ამითი მერე მოითბოს ხელი. რატო უსვამ ამას ხაზს? პირველ რიგში გეტყვით რომ ჩვენ და სამწუხაროდ უნდა ითქვას და ეს არის სამწუხაროდ დადასტურებული ფაქტი, რომ თვითონ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული მედია საშუალებებს შორის არიან ისეთები, რომლებიც თავისი გავლენებით, ძალმოსილებით, უნარებით, ელექტორატის სიმრავლით და საერთოდ მკითხველის სიმრავლით გამორჩეულია მსოფლიო რეიტინგების დონით, მაგალითად გაზეთი „კომსომოლსკაია pravda“. ყველას მოგეხსენებათ რომ დღესაც არის და ერთ-ერთი მოწინავე გაზეთია რუსეთის ფედერაციაში. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რასაც ახლა ვიტყვი. გაზეთი „კომსომოლსკაია pravda“-ს მთავარი რედაქტორი პირდაპირ არის დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოში რუსოფობიული, ასე ვთქვათ, ფონი იყოს მაღალი და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად ჩდებოდეს შეკითხვები. ნახეთ? მე ვსაუბრობ ახლა იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომელიც მე შემთხვევია პირადად იმ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში, რომლებიც ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რომელზეც ჩვენ ვაკეთებდით ხოლმე განცხადებას და პირველ რიგში რა უნდა ითქვას, რომ საქართველოში არანაირი რუსოფობია არ არსებობს ეროვნულ სახალხო დონეზე. არავითარი რუსოფობია. ძალიან ხშირი იყო განსაკუთრებით. მომისმენთ რას ვამბობ რა, დავასრულებ. დიახ. სახელმწიფო სახალხო ეროვნულ დონეზე რუსოფობია საქართველოში არ არის. ვინც ეცდება ამ მტკიცოს, რომ საქართველოში არის რუსოფობია სახალხო დონეზე, ის არის ძალიან არაობიექტური ან მოსყიდული იმისთვის, რომ ესეთი ფონი შეუქმნას ქვეყანას, რომელიც თავისი ტოლერანტობით 104 ეროვნებისა და ეთნოსის წარმომადგენელი ცხოვრობს ბოლოს და ბოლოს. და პატარა იერუსალიმის ქარგაა საქართველოში, როცა თაბორი, სიონი, სინაგოგა, სომხური, უკრაინული, რუსული, კათოლიკური ყველაფერი ერთ ქარგაშია მოქცეული. თქვენ წარმოგიდგენიათ ამისთან რამ არის მარტო იერუსალიმში წმინდა მიწაზე და საქართველოში, თბილისში. და როდესაც რუსოფობიაზე კეთდება საუბრებიც, მიმდინარეობს განცხადებები, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ნებისმიერ ვინც ამას აკეთებს. იმიტომ რომ თუ ვინმეზე იერიშია მისატანი რუსოფობიული, ასე ვთქვათ, მოვლენების შექმნისა და მათი გარეთ გამოტანის საკითხებთან დაკავშირებით, ისინი არიან სწორედ ის ძალები, რომლებიც გლობალური დასავლეთიდან და მათ შორის გლობალური დასავლეთის გავლენით რუსეთის ფედერაციაში არსებულ გარკვეულ მედია საშუალებებზე გავლენიდან გამომდინარე გააჩნიათ, ესე იგი, ესეთი ამოცანა. ნახეთ, მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა. ნახეთ, წყალგამყოფს სად ვავლებ? რუსოფობია სახალხო დონეზე, რომელიც არ არსებობს
და რუსოფობია ხელოვნური ინკუბაციური პირობით მიღებული, რომელიც არის დაკვეთა პოლიტიკურ დონეზე და რომელთან დაკავშირებითაც ბატონმა კობახიძემ გააკეთა ძალიან სწორი განცხადება. იმიტომ რომ დღეს სახელმწიფოს პირდაპირი ვალია, რომ რუსოფობიის ინკუბაციისა და რუსოფობიის გენერაციის ხელოვნურ წყაროებს დაუპირისპირდეს. და ის რაც მოხდა თელავის რუისპირში, იმ აგარანი ესთეიტში რა, როდესაც ვინმე გიორგი ჭიღლაძე შეუვარდა ოთახში სტუმრებს, ტურისტებს, რომლებიც დღეში 455 ლარს იხდიდნენ იმისთვის, რომ კახეთის სილამაზე და საქართველოს სილამაზე დაეთვალიერებინათ და რომელთა უსაფრთხოება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ორგანული კანონით, სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ბოლოს სასტუმროს მესვეულთა პირდაპირ პასუხისმგებლობაა, რომ ჩემთან ნომერში ვერავინ ვერ უნდა შემოაღწიოს. და როდესაც ჩემთან ნომერში ვიღაცა აგრესიით შემოდის, მაყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, ამის მერე ხდება მისი გირაოთი განრიდება, ასე ვთქვათ, საპატიმრო აღკვეთი ღონისძიებიდან და აღნიშნულ გირაოს ამ აგრესორს უხდის ამ სასტუმროს მეპატრონე, იქ უკვე გასაგებია რა კლასტერთან გვაქვს საქმე. აქ ჭიღლაძე ქოჩლაძის ტანდემი უკვე გამოკვეთილი კლასტერია. აი სწორედ იმ სისტემიდან, რომელიც არის მოსაძებნი, რომელთა აქტორებიც არიან გამოსავლენი და კი ბატონო ესენი არიან სწორედ ის გენერატორები, რომლებიც ქმნიან რუსოფობიულ ფონს ხელოვნურად ქვეყანაში, იმიტომ რომ მათ ეს ჭირდებათ. რაში ჭირდება კომსომოლსკაია პრავდას? აი გამომიგზავნა ძინა კარპიცკაია, რომელსაც მივეცი ინტერვიუ, გვარებით და სახელებით ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს ის შემთხვევა, როცა ამას დოკუმენტური ხასიათით შეიძლება მიეცეს, იმიტომ რომ დარწმუნებული ბატონი დიმიტრი ოლისოვი გვისმენს ახლა სექციის ხელმძღვანელი და მან უნდა იცოდეს ამის შესახებ. მე მას უთხარი კიდე ჩავაყენე კიდეც ერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსში. დინა კარპიცკაია, მსოფლიო დონის ჟურნალისტია. საერთაშორისო მიმომხილველია, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ჟურნალისტია. მან რამდენჯერმე ვერ გაბედა გაეშვა ჩემი ინტერვიუ გაზეთ კომსომოლსკაია პრავდაში. იმიტომ რომ ყველაფერი იყო იმ ნათელფერებში დახატული ინტერვიუში, რომელიც რუსი ხალხის მიმართ საქართველოში მიმღებლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ეხება, რომ ჩვენთან არ არსებობს სახალხო დონეზე რუსოფობია, რომ ნებისმიერი ერის ეროვნების წარმომადგენლისთვის საქართველოში, რომელიც პოლიტიკური ნაციის კულტურის მრავალსაუკუნოვან, ასე ვთქვათ, გამოცდილებას ატარებს, არის ცილის წამება, რომ ერს დააბრალო ნებისმიერი ფობია, გნებავთ მათ შორის რუსოფობია. და როდესაც ეს ინტერვიუ მომზადდა, მე დინა კარპიცკაიამ ბოდიში მომიხადა, რომ ის ვერ გაუშვებდა მიზეზთა გამო ჩემს ინტერვიუს. იგივე მოხდა ახლა 2 კვირის წინ, როდესაც ინტერვიუ მივეცი იმავე გაზეთის ჟურნალისტ ბატონ ვალენტინ ალფიმოვს. ესეც ერთ-ერთი საუკეთესო რეიტინგებს შორის საუკეთესო ჟურნალისტი არა, მომისმინეთ რა მე ვალდებული რომ მედიასთან, ასე ვთქვათ, ინტერვიუ მოგწევთ. და არ გამოა, კიდევ არ გამოა. მე რომ დამირეკო თან ეკან ასყიდაშვილს მაგალითად ჩემი ღრმა პატივისცემა, ხო? ხშირად მირეკავს ხოლმე და ხშირად ბლიც ინტერვიუს ითხოვს ჩემგან, ხო? და რა უთხრა რომ ესე კითხვები გადმომიგზავნა. თვითონ დაგიკავშირდა, ისა თვითონ დაგიკავშირდა და მაინც არ გაუშვა. აგერა მაგ ჩანაწერი 47 წუთიანი ინტერვიუ. სადაც მაქსიმალურად ობიექტურად ვცდილობ გადმოვცე ქვეყანაში არსებული ვითარება. და სწორედ იმ ტრადიციებზე, იმ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით გავაბათილო ნებისმიერი ბრალდება ერისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ თითქოს აქ არის რაღაცა რუსოფობია. რუსოფობია კი არ არის. რუსოფობიის დაკვეთილი გეგმა აქვს, რომ შეიქმნას ესეთი შავი ფიარი საქართველოში, რომ საქართველოს და რუსეთს შორის გამწვავდეს ურთიერთობა ამ მდგომარეობიდან გამომდინარე და ამღრეულ წყალში კვლავ ღლავი დაიჭიროს იმან, ვინც ამას ყველაფერს უკვეთავს და ის დასაყრდენს ნახულობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნახულობს რუსეთში. თქვენ რა გონიათ რა რუსეთის ლიბერალური მედია სადმე დაიკარგა და აღარ არსებობს? თქვენ რა გონიათ რომ რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლების ვერტიკალში ლიბერალები არ არიან? ლიბერალი ფაშისტები არ არიან? თქვენ გონიათ რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საგარეო უწყება და სხვადასხვა ვერტიკალი, ასე ვთქვათ და დონე, ასე ვთქვათ, ვერტიკალისა თანაბრად პასუხისმგებლიანია რუსული პატრიოტიზმის წინაშე, როგორც ასეთის წინაშე? თქვენ გონიათ შიგნით დაპირისპირებები არ არსებობს? არა, არ მგონია აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ თქვენ როცა ბრძანებთ ხალბატონო ნინო, რომ რა ქვია, გუშინო სხვა ამახვილებდა იმაზეო, რა ქვია, რუსოფობიაზეო,
აქცენტებს და დღესო ყობახიძემ დაიწყო რუსოფობიაზეო საუბარი, აი ეს ორი ასპექტი უნდა გავიმიჯნოთ ერთმანეთისგან. რა არის ზოგადად ბრალდება ქვეყნის წინააღმდეგ რუსოფობიასთან დაკავშირებით და რა სისტემა თამაშდება სპეციალურად, რომ საქართველოს რეპუტაცია დაზიანდეს. ანუ რეპუტაციული ზიანის მიყენების უფლებას ჩვენ არავის არ მივცემთ. ქართველი ხალხი ამ შემთხვევაში. მოდი ახლა ჩვენ სიმართლეს შევხედოთ თვალებში, ხო? ეს განწყობა განსაკუთრებით გამწვავდა 22 წლის შემდეგ და განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მე არ ვამბობ, რომ ეს არის სახალხო და იმიტომ რომ საქართველოს ყოველთვის იყო ტოლერანტული ქვეყანა, ტოლერანტული სახელმწიფო, ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ იმის იგნორირება, რომ ასეთი დამოკიდებულებები არსებობს, აი ხა მე რამდენჯერმე ვარ შესწრებული გუდვილში. და რა თქმა უნდა დავიცავი ის ქალბატონები რა თქმა უნდა ეს არ არის საერთო მაგრამ არის ესეთი რაღაცეები ძიმა და ამას თვალი უნდა გაუსწოროთ ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია ნამდვილად არის ეხლა ამის ახალგაზრდებში განსაკუთრებით იმიტომ რომ პროპაგანდა ზუსტად პროპაგანდა აკეთებს რომ ეს კლასტერი შეიქმნას თქო მაგას ვამბობ ეროვნულ დონეზე ასეთი ფობია არ არსებობს გეთანხმებით ჩვენ თვითონ ვარ პოლიტიკური ნაცია იცით რას ნიშნავს პოლიტიკური ნაცია პოლიტიკური ნაცია პოლიტიკური ქართველობის პრეტენზიის მქონე რუსი ებრაელი სომეხი აზერბაიჯანელი ცოტა თქვენ გარშემო ქურთი და ასე შემდეგ სხვადასხვა ეროვნების ადამიანი მომისმინეთ ცოტა გული მწყდება ჩემი უდიდესი სამეგობრო მყავდა ქურთებს შორის რომლებიც პირველები მიდიოდნენ ყველა ომში და პირველები იღვრიდნენ სისხლს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ეხლა აღარ არის ხო და კითხე ის ეთნიკურად ქურთია მაგრამ პოლიტიკურად ქართველია აი ეს შექმნა ქართულმა მრავალსაუკუნოვანმა ტრადიციამ ერთაშორის სიყვარულისა და ტოლერანტობის მაგრამ სამწუხარო რა არის იცი რომ ძალიან ბევრი ქართველი აღარ არის პოლიტიკურად ქართველი მაგრამ ჭიღლაძემ რაც გააკეთა ეს რეალობაა და მოცემულობა ჭიღლაძემ რაც გააკეთა და რაც იკადრა იქ და ქალზე აგრესია ეს ერთი საკითხია მაგრამ მეორეა თვითონ დაგეგმილი ასე ვთქვათ დანაშაულის აღსრულება რომელიც ორკესტრირებული იყო სასტუმროს მხრიდან რა ეს ამა ნაკლები რეზონანსი გამოიწვია? რამხელა რეზონანსი გამოიწვია, ხო? რამდენი სტატია მიეძღვნა? რამდენად ესე იგი გაიყო საზოგადოებაში აზრი? ხო, რამდენი იცავდა ამ ჭიღლაძეს? მათ შორის ისინი, ვინც ქალთა ძალადობის საქმეზე გრანტებს იღებდნენ წლების განმავლობაში. ვინც ქალს არამს თუ ხელის დარტყმას და ცხვირის მოტეხვას და სხეულის განზრახ ნაკლებად ძიმე დაზიანების მიყენებას, არამედ ფსიქოლოგიური ხასიათის შეურაცხყოფას განიხილავდა დანაშაულად, რომლის გამო უამრავი ადამიანი ციხეში გაუშვიათ. მათ შორის იმ ფემინისტი ქალბატონების, გრანტი ჭამია ქალბატონების შუამდგომლობების საფუძველზე. და დღეს ქალს, რომელსაც სხეულის დაზიანება აქვს, წარუშლელი კვალით, ცხვირი მოტეხეს ადამიანს რა, ჩვენ სტუმარს საქართველოში ჩამოსულს. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ხო? მას დამცველები გამოუჩნდა. რამდენად მართალია რომ ისინი ასხამენ. მივხვდით რა კლასტერზეა ლაპარაკი. ეს კლასტერი ყალიბდება ასეთი ნახე რა შეასაქმე ერთი წუთი სხვა რაღაცა მინდა კითხო, რადგან შეეხე ამ თემას, ხო? მე ვიცი ეს სოციალური ქსელებიდან. მაინტერესებს თქვენი რა ინფორმაცია გაქვთ. ну ცალსახად, როდესაც მამაკაცი ქალზე ძალადობს და სემს, ეს მიზეზი არ მაინტერესებს რა. ეს არის, აბსოლუტურად მიუღებელი. მაგრამ მაინც მინდა კითხოთ, ისინი ნამდვილად ასხავდნენ რაღაც სითხეს იქიდან? არა, მე როგორც ვიცი, იქიდან იმის, რა ქვია, საკითხთან დაკავშირებით, რასაც სითხის გადასხმის შესაძლებლობა ქვია, ეს ფიზიკურად შესაძლებლობას იყო მოკლებული, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მანძილი იყო და მაგაზე მე ხმაც აღარ ამოვიდა. აი ესე უბრალოდ ადგა ეს ჭიღლაძე, აი ესე და ყველაფრის გარეშე ადგა და მიუვარდა. აი ეს მათი ამოცანა იყო ნოყიერი ნიადაგის შექმნა იმისთვის, რომ რეზონანსული სხვა კითხვა დაგისვი რა. მომისმინე კაცი კეიფობს, ქორწილშია, ხო? და უცბად იქიდან გამოდის უსაფრთხოების არა, ეხლა ეგრე ხო არის, იქიდან გამოდის, ხო? არა, მე ხო მაინტერესებს რაღაცა იყო და რასთან დაკავშირებით იყო? არ ვიცი ხე როგორც აჩვენებენ, იქიდან იყო გადმოძახილი გორკა, ამ გორკას მოყვა იქიდან ცუდი რეპლიკა, იმ რეპლიკას მოყვა პასუხი, პასუხს მოყვა კიდევ პასუხი და ეს პასუხის საბოლოო შედეგი იყო ის, რომ თქვენ თავი აქ სტუმრად ხوار გონიათ, ისა საკუთარ სახლში ხوار გონიათ, ჩვენთან ხართ სახლში გახსოვთ, ხო? აი ამის მერე ადამიანი ადის, სხვის პირად სივრცეში იჭრება, ეს სხვათა შორის ცალკე დანაშაულია, მინდა გითხრათ. აბსოლუტურად მიუღებელია. ის სასტუმროს ნომერს მე რო ვქირავებ, ის ჩემი სუვერენული ტერიტორია. იქ არავის შემოსვლის უფლება არ აქვს და გახსოვთ სასტუმროს მეპატრონის
კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ წუთი აღწერენ, რა დროს რა მოხდა, ვინ როდესაც შეიჭრა და იმას კი არ ამბობენ, რომ თუ კი ამას წუთი-წუთზე ყველაფერს უჩქერდნენ, რატო არ გადაუკეტეს გზა? ისე მე ვნახე კადრი, როდესაც ეს ჭიღლაძე ურტყავს, დაიდო სოციალურ ქსელში, მაგრამ მე როგორც ვნახე ხა, ამ დარტყმას ცხვირის გატეხვა ვერ მოყვებოდა. რას ნიშნავს ვერ ხო თუ ხელოვნურმა ინტელექტმა უფლებადამცველი მაინც არ იყო და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. მომისინეთ დიმიტრი, ეს არის მიუღებელი, არა თქვენს თქვით რომ ცხვირი არა, მაგის მტკიცება თქვენ ვინმე დაგავალათ, ხო ხა მაგი ამტკიცოთ? არა, უბრალოდ მე თქვენ ეგ არის ექსპერტიზის განსასაზღვრი და ექსპერტიზამ დაადგინა რომ ცხვირის მოტეხილობა დახურული მოტეხილობაა ცხვირის. მე გითხარით შესაბამისი იცით რა არის, მე არ მაინტერესებს ადამიანი არ უნდა მოკლა, მე მიზეზი არ მაინტერესებს. არა კაცკლა, ქალს კაცი არ უნდა შეიღოს, მიზეზი არ მაინტერესებს. რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, კალი, კაცმა ეს არ უნდა გააკეთოს, არ უნდა იკადროს. რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი. ქალებმაც უნდა ვისწავლოთ ჭკუა, რომ ისა ცოტა იმეებზე არ ვეთამაშოთ მამაკაცებს. ლომისწილიმად პასუხისმგებლობისა ეკისრება სასტუმროს ამაში ჩვენ თანხმდებით და სასტუმროს ეკისრება ორმაგად. კი, გეთანხმებით. იმიტომ რომ ის თანამონაწილე გახდა რეალურად პოლიტიკურად ანგაჟირებული და ამავე დროს რეზონანსული რეპუტაციის ზიანის მომტანი ქვეყნისთვის. შე რა მაინტერესებს, ესე გირაუთი გაუშვეს ჭიქი. გირაუთი გაუშვეს 5000 ლარი. რამდენი ქართველი ისა რა ოჯახის мама ისე დაიჭირეს, რომ არც გირაუმუშველა, არც არაფერი და წლები მიუწევს. მე ვერ ვიხსენებ ეგეთ ფაქტს, მართალი გითხრათ, შეიძლება არსებობს ეგეთი სტატისტიკა, მე ვერ ვიტყვი, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, როდესაც ექსპერტიზა დებს ასეთ დაზიანების ფაქტს მით უმეტეს მოტეხილობით და ამით გამოწვეულს, რომელსაც შეიძლება ხანძლივი ვადით მოყვეს ადამიანის წყობიდან გამოყვანა, ასეთი აგრესიის შედეგი აღკვეთის ღონისძიების სახით როგორც წესი არის ხოლმე პატიმრობა. ხო, იმიტომ რომ რამდენი ოჯახი დაინგრა ოჯახში ძალადობის ეხა ნახეთ რა ხდება. და მიუსაჯეს წლები, ხო? ეხა ნახეთ რა ხდება. ადვოკატებმა უარი თქვეს ჭიღლაძის დაცვაზე. გაიგებდით ამას, წაიკითხავდით ალბათ მედიაში, ხო? აქ ძალიან საინტერესო ნიუანსია. იმიტომ რომ როგორც ჩანს ჭიღლაძე ეს ხო ძირითადად საჯელეხში ხალხმა ვინც არ იცის საპროცესო კოდექსი ხო არსებობს ხო ესე იგი დანაშაულის ჩადენის შემდგომ თუ ბრალის ფორმულირება სახეზეა აღკვეთის შესაბამის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა მიმართავს სასამართლოს როდესაც არსებობს ფაქტობრივი გარემოება კი ბატონო სახეზე მიმართეს გამოვიდა გირავა გადაიხადა სასტუმრო გირავა მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ ის თავისუფლებაზე უნდა დარჩეს ანუ საბოლოო მსჯავრი ხო არ აღსრულებულა? ჯერ არ. სამსჯავრო გამოძიება ხო არ დაწყებულა? როგორც ჩანს, ბრალდების მხრიდან გაჟღერდა გარკვეული მოთხოვნა ბრალდებულის მიმართ. დანაშაულის გულწრფელ აღიარებასთან დაკავშირებით და იმ მოტივებთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად საქმეში მტკიცებულების სახით არის ჩადებული. როგორც ჩანს მეთქი ამას ვამბობ. რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებული და რაც წინააღმდეგობაში მოდის ადვოკატების პოზიციასთან და ეს არის ის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატს უფლებას აძლევს თავი აარიდოს დაცვას. ნახეთ? ძალიან საინტერესო ნიუანსი ამას ბევრი არ აქცევს ყურადღებას. მაგრამ მე გამიჩნდა განცდა სხვათა შორის, რომ მართლმსაჯულება იქნება სამართლიანი მის მიმართ. როგორც ჩანს აპირებს რომ იყოს სამართლიანი. მე არ მინდა ენამ გამისწროს და ჩემი საქმე არ არის საბოლოო განაჩენის ვარაუდებთან და ვერსიებთან დაკავშირებით მსჯელობა, მაგრამ როგორც ჩანს აპირებს ზედმიწევნით სამართლიანი იყოს ამ საკითხთან. ნახოთ, დაველოდოთ და ნახოთ. ახლა რა ამაზე შევთანხმდით და გვეთანხმებით თუ არა? ხდებით ხო რას ნიშნავს, როცა მართლა სამართალმა უნდა იზეიმოს? კი, მაგრამ იცი ამ ბოლო დროს რაღაც ესეთი განცდა მე არ მაქვს სამართლიანი. ცხოვრებაც ეგეთია სამწუხაროდ. მთლიანად აწეწილი მსოფლიოში და მეგობარი დღეს პატიმარია ისე რომ და თან ყველას უსურვებ, ყველას რომ სამართალმა იზეიმოს ყველას კარზე. ხო, აი ეგ არის მთავარი. ხო და აი მე ძეჟავი მაქვს თქვენ აღთვალებული ხართ ირაკლი კობახიძე და მე მაქვს ძეჟავი და თუ დამეთანხმებით, იმიტომ რომ ის პერიოდი კარგად გახსოვთ, როგორ იწყებდა სააკაშვილის რეჟიმი. აი რამოდენიმე ფაქტმა მე ეს ძეჟავი გამიჩინა რა რომ ესენიც ისე იწყებდნენ როგორც კატონინო, მე აღთვალებული კი არ ვარ. მე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამოვდივარ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. როცა რუსოფობიას
შენ. არა, ამაში გეთანხმებით. შენ რუსოფობიით როგორ შეიძლება მთელი ერი და მთელი ქვეყნის წინაშე დაიწყო, ესე იგი საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში არის თუნდაც რუსოფობიული ფონი ძლიერი. რა ამაში მთელი ერი ყოფილვარ ჩართულები რა, ესე იგი რა. ხო, აი, მაგრამ მოგჭრია თავი რა. არა, მთელი ერი არ არის ჩართული, აი თუნდაც ჩვენ, ხო? იმიტომ რომ აქ კოლექტიური ჭიღლაძეები, ქალბატონო ნინო, კოლექტიური ჭიღლაძეები, კოლექტიური ქოჩლაძეები, კოლექტიური უგულავები და ასე შემდეგ. ანუ ეს კლასტერი არსად არ წასულა. ეს ის კლასტერია, რომელთა დენაციფიკაციაზე პასუხი უნდა აგოს ზუსტად ხელისუფლებამ. არამც თუ აღფრთოვანებას არ გამოხატავ. წაიკითხეთ ჩემი საჯარო პოსტები. პირიქით, ამასკენ მოუწოდებ, რომ 9 თვიანი ვადა წულუკიანის კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებაზე არის. საკონსტიტუციო ვადა ხო გასულია. გასულია 31 ივლისს გავიდა. დიახ, 31 ივლისს. პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც აიღო ქართულმა ოცნებამ და რომელმაც 2024 წლის არჩევნებზე მოუტანა წარმატება, ეს არის მთავარი პოზიტიური პირობა. რას ვაკეთებთ თქო? რას ვაპირებთ? დენაციფიკაციას ვიწყებთ და ვასრულებთ თუ ვაჭრობის საგნად ვხდით ამას ყველაფერს თქო? ასე რომ მე არ თუ ესე იგი აღფრთოვანებული თუ როგორც აღტკინებული არ ვარ, როგორც თქვენ ბრძანებთ. არამედ მიმაჩნია, რომ კრიტიკას ყოველთვის აქვს თავისი საგნობრივი დატვირთვა. აუცილებლად. სადაც გასაკრიტიკებელი უნდა გააკრიტიკო და სადაც ხედავ სიმართლის რაციონალურ მარცვალს, რომლიცაც შეიძლება გადარჩეს ქვეყანა ბრალდებას ან დაზიანდეს ქვეყანა ბრალდებით, არა, იქ მაქსიმალურად უნდა იყოს შეუპოვარი და სიმართლეზე ორიენტირებული. და ამის მაგალითად ბარამიძე, ხო, აი რა. ან რუსოფობიით ისე ჟონგლიორობენ და ეკვილიბრისტიკას დაამსგავს ეს რუსოფობია, რომ ვიღაცას მართლა გაუჩნდება განცდა, რომ ამ კურთხეულ საქართველოში, ესე იგი ხალხმა შეიცვალა მოდუსი თავისი იმისი რა ქვია, მხედველობის, შეხედულების და რუსების და ზოგადად სხვადასხვა ერების მიმართ გაჩნდა ესე იგი ფობია. მესმის, მაგრამ სამწუხარო რეალობაა და მოცემულობაა, რომ ცალკეული ფაქტები არსებობს, ხო? არსებობს, ხო, აი რამდენჯერმე იცით, ხშირად აი სპარის თავზე ვცხოვრობ, სპარტან მაგალითად, გუდვილში, აი რამდენჯერმე თავსაც ვერ ვიკავებ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება, ესე იგი, და მე იცით რაზე ნერვიულობ, ყველაზე მეტად იმ ქართველებზე, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. ესე იგი, ნახეთ, ფიოდოროვი შეიძლება იყოს უკრაინელიც, შეიძლება იყოს რუსიც, შეიძლება იყოს ჩუვაშიც, ხო? ესე იგი, რიგში რომ რუსულად მოლაპარაკე ქალბატონს ან მამაკაც დაინახავ და კლასტერის წარმომადგენელი ხარ და ირიში გაქვს მისატანი, იმიტომ რომ გეგმა გაქვს რა შესასრულებელი რა. და ის თუ გეტყვის რომ რუსი არა ვარ, უკრაინელი ვარ რა. მაშინ ბოდიში უნდა მოუხადო? ხო. ან თუ გეტყვის რომ ბელარუსი ვარ, ესე იგი ბოდიში უნდა მოუხადო. აქამდეა დასული, გამიგეთ ეს აბსურდულობა. ეს კლასტერი გამოსავლენია თქო, ამაში ვეთანხმები კობახიძეს. აქ ორი აზრი არა. არა, კლასტერი და გრაცნელი გამოსავლენია, აგერ გეუბნებით, ხო? და რითი დავიწყე რუსული მედიით, ქალბატონო ნინო. ხო და ეს მეორე სტატია, უკაცრავად, მეორე სტატია გამოაქვეყნეს. მე ერთი ჟურნალისტი, ერთი ჟურნალისტი მაგის გამო რა, იმისი რა ქვია, იმ კომსომოლსკაია პრავდის არის საქართველოში შემოუსვლელი, ანუ უფლება აღარ აქვს საქართველოში შემოვიდეს. ზუსტად მაგის გამო. რის გამო? აი იმის გამო, რომ ავრცელებდა ჭორებს ამ საქართველოსთან. კარგი და თქვენ რომ მიეცით მეორედ ინტერვიუ 47 წუთიანი. ხო, ის არ დავასრულე. ხო, ის გამოქვეყნდა, იგი არ გავუშვა. არ გავუშვა. და სხვა შორის, აი ბატონი ოლისოვი მყავს ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაყენებული. და ეს გადაცემა რომ დამთავრდა, ხვალ მე აუცილებლად კიდევ ერთხელ შევეხმიანები, მე გვარიც გავაჟღერია რა. დიახ. ალფიმოვი. დიახ. ვალენტინ ალფიმოვ. აი ბატონი ვალენტინ ალფიმოვის მიმართ მე მაინტერესებს საბოლოოდ გადაწყდეს რა არის მიზეზი იმისა, რომ 47 წუთიან ინტერვიუს არ აქვეყნებს. მე აღარ და რუსოფობიას ეხება. მე გეტყვით, არ აქვეყნებენ იმიტომ, რომ მათ ჭირდებათ აქ ბნელი, შავი, ძიმე სურათის წარმოჩენა. და სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თუ არასამთავრობო ორგანიზაციის სივრცეში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ზუსტად ამ მიმართულებით ინტერვიუებში. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფო უფრო უნდა გააქტიურდეს და უშუალოდ თქვენ იცით რომ 8 წელი დაცული უნდა იყოს ყველა ტურისტი, ვინც არ უნდა იყოს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს საქართველოში. სახელმწიფო პასუხისმგებელია ამ ტურისტებზე, ხო? მათ კეთილდღეობას 8 წელიწადია ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ვიყავი და მთელი 8 წლის განმავლობაში ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სახალხო დიპლომატიისა გამსაზღვრავდი ხალხთა შორის ურთიერთობის დონეზე, ურთიერთობის გამოსწორებას და აქედან იმპულსს რეალური პოლიტიკისთვის.
თუ სახალხო ჰუმანიტარულ დონეზე არ აქვს მოწესრიგებული ურთიერთობა და პირიქით ხელს უწყობ რუსოფობიული ხელოვნური ასე ვთქვათ რა ვითარების შექმნას ქვეყანაში მაშინ შენ არამც თუ სახალხო დიპლომატიას და რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციას არ ემსახურები არამედ პირიქით ასრულებ გარკვეულწილად იმ ძალების დავალებას რომელთა ასე ვთქვათ პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს რუსოფობიის მასობრივი ფაქტების არსებობა ქვეყანაში მიხვდით აბსოლუტურად გეთანხმებით. ერთი კითხვა მაქვს და მე ბესოს და ბესარიონთან მინდა. თუმცა ეს კითხვა თქვენც ეხებათ. აი როგორ წარმოგიდგენია დიმიტრი? ხო, კობახიძემ განაცხადა, რომ მე იმ შემთხვევაში აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები თუ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს თაობაზე, ესე იგი რუსეთი დაგვიბრუნებს. ვის უნდა აი მაგალითად გადაწყდა. ჯერ ერთი ეს არის საშინელი განცხადება, იმიტომ რომ მოლაპარაკებები და ურთიერთობები სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ ასეთი საკითხები იქნეს ესეთი ესე იგი პრობლემების განხილვა. ხო და ეხლა კობახიძეს აქვს იმდენი ტვინი რომ მიხვდეს რომ აფხაზეთს და სამაჩაბლოს რუსეთი ესე არ გვაჩუქებს ხო არა და უნიკალური შანსი აქვს საქართველოს რაც ადრე არ ყოფილა აი ეხლა 22 წლის მერე რომ შეძლოს დალაპარაკება პოლიტიკური ნუ აი თუ გინდათ ვაჭრობა დაარქვით რა აი ყველაფერი იმიტომ რომ ეხლა არის შეიძლება მერე აღარ იყოს და დაგვიანდეს ეხლა არის ის სიტუაცია თუ მეთანხმები ეს რეპლიკას ვიტყვი და მე ბატონ ბესოს ნამდვილად ბოდის მოვუხდი რომ არ მინდა მისი დროით ვისარგებლო. აი ამაზე რა სიტყვა? მე და ბატონი ბესო არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდით პიაციგორსკში, კავკასიურ დიალოგზე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა თურქული მხარეც. მე მინდა ხაზგასმი თქვა, ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ მოკლედ გეტყვით, რეალური პოლიტიკა იმდენად მძიმეა, იმდენად რთულია, აღსაქმელად და იმდენად სახიფათოა მათ შორის ჩვენთვის, რომ ამას წარმოქმნა ჯერჯერობით ჩვენ ქართულ მოსახლეობას არ აქვს. მე პატარა ეპიზოდს გეტყვით მხოლოდ და მხოლოდ. ჩემი მოხსენების ერთ-ერთი მიმართულება იყო ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში. ჩემ კითხვაზე პასუხი არ გამეცი. ვის დაელაპარაკოს რუსეთი? კობახიძეს თუ ივანიშვილს? იმიტომ რომ პირველი პირი ჩვენთან არის არაოფიციალური. ეს კონტექსტიდან გამომდინარეობს, მე იმიტომ დავიწყე აფხაზეთი და სამაჩაბლო ახსენეთ თქვენ და ზუსტად ამ კონტექსტიდან გამომდინარეობს. რამდენად დრამატულია საქმე, რამდენად სახიფათოა საქმე და იმ ბენზინის საკითხთან დაკავშირებითაც ვისაუბროთ, რომელიც ჰუმანიტარული პრაქტიკა აღმოჩნდა ფაქტიურად იმისთვის, რომ პოლიტიკურად დავწინაურებულიყავით და პირველებს გადაგვედგა ის ნაბიჯი, რომლისთვისაც მზად იყო თურქეთი, რომ შემოეტანა ტანკერით უკვე საწვავი. მომისმინე, იქ ბატონ მამუკას ჩემი ღრმა პატივისცემა მისდამი, პატარა შეცდომა გაეპარა, 3000 ტონა არ ყოფილა იქ. იყო 300 ტონა პლუს 100 ტონა. კი, მაგრამ კობახიძემ თქვა 3000 ტონაო და შეიძლება 300 ტონა პლუს 100 ტონა, 400 ტონა საწვავი შევიდა, დეკლარირება მოახდინა ბიზნესმენმა გიორგი არველაძემ ამის შესახებ და ინტერპრეს ნიუსზე დევს ეს ინფორმაცია ძალიან მკაფიოდ. კარგით, მაგას თავი დავანებოთ ტონაჟებს. აქ საუბარი რაზეა? რომ იმ კონფერენციაზე, რომელზეც მე ყურადღება გავამახვილე ადამიანის უფლებებზე და სამოქალაქო უფლებებში ქართული ეთნოსის ნიშნით, ასე ვთქვათ, მყოფი აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ ოფიციალური სოხუმის, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებისა და პოლიტიკისა, იმიტომ სამოქალაქო უფლებებში არიან ჩვენები შეზღუდულები. ძალიან. ეს იქნება უძრავი ქონების განკარგვა, ეს იქნება სწავლა-განათლების მიღება მშობლიურ ენაზე და ბევრი სხვა საკითხი, ბინადრობის დროებითი უფლება, რომელთაც ვერ სარგებლობ რეალურად სამოქალაქო უფლებებში შეზღუდული ხარ და ასე შემდეგ. რუსული მხარე მისმენდა ძალიან ყურადღებით სხვათა შორის და ძალიან გაგებით. მაგრამ ამ ყველაფერმა აღშფოთება გამოიწვია თურქულ მხარეში, რომელსაც წარმოადგენდა ადანას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ელშინ ბოშოლი, რომელიც აღმოჩნდა მუხაჯირთა შთამომავალი ეთნიკური აფხაზი, რომელიც იქ დაიბადა, გაიზარდა როგორც ჩანს და შესაბამისად წარმოადგენდა თურქეთს ოფიციალურად. მან ტყუილი უწოდა აღნიშნულ დამოკიდებულებას აფხაზების მხრიდან ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ. და მე გამახსენდა იმავე კავკასიურ დიალოგზე 3 წლის წინ ძალიან ცნობილი რუსი аналитикосის დიმიტრი ტრენინის განცხადება, რომ Абхазия отдаляется от России 7 мильными шагами в сторону Турции.
ნახეთ. ეს პრობლემაა, ეს პრობლემაა, ეს არის ის პრობლემა, რომელიც ცეცხლ მაქრევით საჭირო იყო, ჩვენ რო ჰუმანიტარული ნაბიჯი გადაგვედგა. იქნება ეს თქვა, ხვალ რომ პური დაჭirdეთ აფხაზებს არ მივაწოდოთ ფქვილი? ის საწვავი როგორ წარმოგიდგენიათ რა ფუფუნების საგანია? კრიტიკული ინფრასტრუქტურა საწვავზე არ არის დამოკიდებული, სასტრაფოები იქნება, სახანძრო იქნება, პოლიცია იქნება, ელემენტარულია, ხო? თან, როდესაც ამდენი ეთნიკური ქართველი სახლობს იგივე გალის რაიონში და ასე შემდეგ და ძირთად გალზე გაკეთდა იქ აქცენტია რა. როგორ შეიძლება ამას სპეკულაციები მოებას თუ ღრმად არ ჩაიხედე და რეალურად არ გაანალიზე, რასთან გვაქვს საქმე. და ვისთხოვთ ამას, ვინც ატეხა ერთი ამბავი, იმათ ხო სპეციალურად გააკეთეს ეს. რა თქმა უნდა. იმათ სპეციალურად გააკეთეს, ბატონი ბესო გაცილებით უფრო მეტად და უფრო ღრმად და ანალიტიკურად ისაუბრებს ამ საკითხთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ექსპერტია და დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება მისი მოსმენა. კი, თურქეთის ხო და მაინც ვინ დაიწყებს საუბარს და აი მოხდა ვის ესაუბროს რუსეთიან, ხო? ხო, აი საქართველოს ხვიდა. მომწიფდება ეს ვითარება. პიროვნება მაინტერესებს თორემ მომწიფდება ეს ვითარება. ნახოთ. ეს მალე მოხდება. ნახოთ. დიახ. ბესარიონ გისმენთ. აი ნახეთ როგორი სიტუაცია ხა ისაუბრა ხომ ამ მას დიმით. თქვენ უსაფრთხოების დიახ, სპეციალისტი ასე ვთქვი. ხო და ანუ თქვენ იცით უსაფრთხოებას რა ევალება, როგორ ევალება და რანაირად. აი დღევანდელ საქართველოს რო უყურებთ, როგორ ფიქრობთ? უსაფრთხოება თავის იმაზე დგას? სიმაღლეზე იმას მეკითხებით? მოგესალმებით ხალბატონინო, მივესალმებ ბატონ დიმიტრის, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. უსაფრთხოება არ არის ეს ვიწრო განსახილული საკითხი, ხო? სახელმწიფო უსაფრთხოებაში შედის მთელი სახელმწიფოს არსებობის და ფუნქციონირების ყველა სფერო. უსაფრთხოება ყველა საკითხში, ყველაფერი შეხება. მე დავიწყებ აფხაზეთზე იქიდან, მე გახლავართ სოხუმიდან. 17 წლის ვიყავი აფხაზეთი როცა დაიკარგა. ანუ ჩემს თვალწინ განვითარდა არა მარტო ის პროცესები, რომელიც 92 წელს დაიწყო 14 აგვისტოს. ანუ წელს არის ერთ-ერთი წლის თავი 34 წლის თავი ამ ჩვენი დიდი ტკივილის და ამავდროულად ძალიან ფაქიზის საკითხის რა ვიცი ძალიან წუხარ როდესაც აფხაზეთის საკითხს ზედაპირულად განიხილავენ ხოლმე საერთოდ აღარ განიხილავენ იმდენად ღრმად და სათუთად განსახილველი და შესახები თემაა რომ ძალიან დაფიქრება გვმართებს სანამ აფხაზეთზე და აფხაზეთში არსებულ პროცესებზე ვისაუბრებთ ვინაიდან ჩვენ განვიხილავთ ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად როდესაც ვიღაცეები და ის ვიღაცეები გაშიფრულები არიან ასე ვთქვათ ჩემებურად რო ვთქვათ ვინც ემსახურება იმას რომ თუნდაც საწვავი შეტანის საკითხზეს მთელი ამბები ატეხეს პარამიძისნაირი აგენტურა და ასე შემდეგ სხვაები ამაზე საუბარიც არ არის სასაცილოა ლოგიკა არის რომ რუსული ესე იგი უკრაინა რუსულ ჯარს ვეხმარებით ქართული საწვავით ხო ეს ასეთი სისულელე ხო 300-400 ტონა ეს ისეთია რომ ეხლა ხან მოусმინე ერთ-ერთ ყოფილ პოლიტიკოს აქტიურს და ამბობდა რომ რუსეთის ბირთვული ბლეფიო და სრულდება მალეო და არ დავასახელებ ეხლა იმ პიროვნებას და მე ისი თქმა მინდოდა რომ აფხაზეთი ვინაიდან არის ჩვენი ტერიტორია რომელიც დროებით ოკუპირებულია ხო რასაც ჩვენი კანონმდებლობითაც დადასტურებული გვაქვს და გვიდევს დოკუმენტი მაგიდაზე მაგრამ აფხაზეთში ცხოვრობს 40000 ქართველი და მის გარდა აფხაზები სხვა ეროვნების ხალხი ვისთანაც აფხაზები ამ შემთხვევაში ვისთანაც ჩვენ 34 წლის წინ გაუგებრობა იყო თუ გარე აქტორების მიერ თუ პროცესებს გლობალური იმდროინდელი გლობალური პროცესების შედეგი რაც განვითარდა 92-93 წლებში რასაც მოყვა აფხაზეთის მოკვეთა საქართველოსთან დროებით ეს ჩვენი ტერიტორია თუ არის ის ხალხი ცხოვრები ჩვენი ხალხია დიმიტრი პოლიტიკურად საკმაოდ სწორად და ლაკონურად აღნიშნა რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ ხალხზე ხა იქ იყო გაიჟღერა მე უსმენდი ბატონ მამუკას გადაცემას თქვენთან ინტერვიუს და გაიჟღერა რომ ამდენად კანონიერი იყო ამ საწვავის შეტანა და ეს საკითხები ხო კანონიერებაც დაცულია მე ვფიქრობ და საქართველოს მხარემ მოდით პარალელს გავავლებ ისრაელის სახელმწიფოსთან რამდენი რამე გააკეთა ისრაელის სახელმწიფო მისი უსაფრთხოების სამსახურებთან ერთად რომ შეენარჩუნებინათ სახელმწიფოებრიობა
ეროვნული ერთობა და დღესაც ბრძოლაში არიან, ხო? ну ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ რატომ არ უნდა, რა თქმა უნდა, ჩვენ რატომ არ უნდა ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და იმ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ის სიკეთეები თუნდაც საწვავის შეტანის თვალსაზრისით თუნდაც პირიქით მამუკამს თქვა რომ ამას სისტემური ხასიათი უნდა მიეცეს რა თქმა უნდა პირიქით თქვა მაგრამ ეს უნდა იყოს სისტემური სწორად თქვა არ ვამბობ რომ სწორად არ თქვა რაც შეეხება თქვენს კითხვას საქართველოს უსაფრთხოების სისტემა რამდენად ასრულებს თავის ფუნქციას, ხო, ასე გავიგე. მაგალითს გითხავთ რა. აი, როგორ შეიძლება, რომ ორჯერ, ერთ თვეში ორჯერ 6-7-8 საათით მთელი საქართველო გაითიშოს ელექტროენერგიით. ეს ან საბოტაჟია, ან დივერსია. კი ბატონო, კიბერშეტევა შეიძლება იყოს, ხო? რა ვიცი, მე მგონია რომ უფრო კრიპტოვალუტას უკავშირდება, ეს თვითონ გვაჩვენდეს სვანეთის მაგალითზე, ხო და მაშინ სამწუხაროდ სამწუხაროდ ბოდის ვიხდი, აი მე ჩვენ გონიათი ვერ ვსაუბრობთ ხოლმე სპეციალისტები, ჩვენ ყოველთვის ვეყნობით ფაქტებს, არსებულ ფაქტებს, ჩვენს ხელთ არსებული ფაქტების საფუძველზე ვსაუბრობთ და პასუხსაც აქედან გამომდინარე გაგცემთ. პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე თქვენ რამოდენიმეჯერ თქვით, რომ ანუ შეიცვალა რიტორიკა, შეიცვალა დამოკიდებულება, თუნდაც რუსოფობიასთან დაკავშირებით, თუმცა, ну ახლა მე ადვოკატი არა ვარ, ნამდვილად არც პრემიერ-მინისტრის, არც ხელისუფლების, მაგრამ თუმცა ხელისუფლებას ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს, ინფორმაციულ დონეზე. ანუ ესეც ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების და სპეციალური სამსახურების ანუ ინფორმაციიდან გამომდინარე, პოლიტიკაც ხო არის დიპლომატიის, დახვეწილი დიპლომატიისა და კომპრომისების ხელოვნება, ხო, უმაღლესი ხელოვნება. ანუ პოლიტიკური პროცესები და თუნდაც რიტორიკა იცვლება იმის მიხედვით, როგორც იცვლება პოლიტიკურ საჭალრაკო დაფაზე მოვლენები, ხო ასეა. კი, მაგრამ ნახეთ პოლიტიკური პროცესები ძალიან ცუდად ვითარდება. ხო, გასაგებია და მე მინდოდა თქვენ თურქეთთან დაკავშირებით ვახსენეთ. აბსოლუტურად 2022 წლიდან დღემდე საქართველოს უსაფრთხოების სისტემამ ისე არ მინდა გამომივიდეს რომ ქათინაურს უკეთებდე ჩემს კოლეგებსა თუ რატომაც არა მაგრამ არის რა თქმა უნდა ჩავარდნები ლაფსუსები რაღაცა უარყოფითი პროცესები ანუ რო იტყვიან დაუმუშავებელი პროცესები ბოლომდე დასამუშავებელი მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღემდე საქართველოს როგორც პოლიტიკურმა სისტემამ დანის პირზე გაიარა ამდენი ზეწოლის ფონზე კოლექტიური დასავლეთის მხრიდან და კონკრეტულად შეერთებული შტატების ელჩის აღიარა ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც საპატიო თავმჯდომარემ და ასე ვთქვათ თავრობამ თუნდაც აც დაკავებულმა ამ ეტაპზე პატიმრობაში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაც თქვა თავის ინტერვიუში რომ პირდაპირ ქონდა ზეწოლას ადგილი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან და ამ ყველაფერს გაუძლო ამ სისტემამ უყურეთ რას გვასახობთ ანუ საქართველოს უსაფრთხოების სისტემამ გაუძლო იმას რომ ჩვენ დღეს არ ვიმყოფებით პირდაპირ კონფრონტაციაში თუნდაც უკრაინის თემიდან გამომდინარე არსებულ პროცესებთან რაც შეეხება თურქეთის აქტივობას ბატონმა დიმიტრიმ სწორად აღნიშნა ის რომ საწვავის შეტანაზე და არა მარტო საწვავის შეტანაზე სხვა ბევრ პროცესებზე აქვს თურქეთს უკვე ღია გამოცხადებული პრეტენზია აფხაზეთთან დაკავშირებით თუნდაც ის რომ საპარლამენტო დონეზე მოხდა განხილვა აფხაზეთის პოლიტიკური ჯგუფის ეგრეთ წოდებული მიმართვის საფუძველზე რომ ეღიარებინათ აფხაზური პასპორტები და დრო არის რომ დაიწყოს სახელმწიფოთა შორის ღია ურთიერთობა როგორც აფხაზეთის ერთეულსა და თურქეთს შორის ხო ეს ხო სიგნალია და თან ეს იმ ფონზე არ დაგავიწყდეთ უახლოეს წარსულში მექაში ხელი მოეწორა სამი სახელმწიფოს ეგრეთ წოდებულ რაღაც სამოკავშირეო ხელშეკრულებას პაკისტანის, საუდის არაბეთსა და თურქეთის შორის. ეს საპირწონეა ახლო აღმოსავლეთში დომინანტური რაღაც ეგრეთ ვთქვათ ახლო აღმოსავლეთური ნატოს რაღაცა მსგავსი რაღაცა შეიქმნა ხო ხვდებით და ამ პროცესებში საქართველოს ძალიან ბევრი დაფიქრება ძალიან ფრთხილი პოლიტიკის წარმოება მართებს აი აქედან გამომდინარე რამდენად უსაფრთხოების გარანტიას დღეს არიან უსაფრთხოების გარანტიის მოცემა ფაქტობრივად არავის არ შეუძლია ხა ეს ნებისმიერ ჭკუატყოფილ ადამიანს შეუძლია შეაფასოს ხო იმ ფონზე რაც ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში ამ ეტაპზე სომხეთში თურქეთის ინტერესებს თუ გავითვალისწინებთ და აზერბაიჯანის ამ ზარდ პოლიტიკურ ასე ვთქვათ დივიდენდებს კავკასიის რეგიონში ამას თუ გავითვალისწინებთ ძალიან რთულია იმაზე საუბარი საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებზე თუმცა
ხელისუფლება კიდევ ისე გამომდის თითქოს უკათინაურებ, მაგრამ ხელისუფლება ვფიქრობ საგარეო ვექტორში ყველაფერს ცდილობს ამ ურთულეს სიტუაციაში, რომ ეს დაბალანსებული პოლიტიკის ან ძალთა ბალანსის პოლიტიკა რომ ითამაშოს. რუსეთთან დაკავშირებით ახლა აფხაზეთის თემა თქვენთვის ძალიან მტკივნეულია, ჩემთვისაც, დიმიტრისთვისაც და ყველა ქართველისთვის, ხო, მაგრამ რაღაცა მეორე ხარისხოვანია უკვე. ჩვენ და სამწუხაროდ. ასე ჩანს, მე მქონდა ეს კითხვა, ქალბატონ ნინო. ესე ჩანს, რა პერიოდი მიჩუმად. აი, მაშინ გავხსნათ ცოტა კარტები, ხო? აი, ბატონი ბესო ჩემზე უკეთესად იტყვის, რატომ? იმიტომ რომ ბატონი ბესო ფლობს გარკვეულ ინფორმაციებს, რომელიც ნაწილი შეიძლება ალბათ იქნეს საჯაროდ, არა, გამოტანილი, რომელიც შეეხება მაგალითად ეკონომიკურ აქტიურობას აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული იმ საწარმოებისა, რომლებმაც რომ იარსებონ იმისთვის, რომ რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურული პროექტები მაინც განხორციელდეს. საჭიროებენ რომ გაიტანონ თავიანთი პროდუქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ანუ აფხაზეთის გარეთ. მაგრამ ესენი ამას ვერ აკეთებენ ბუნებრივია, იმიტომ რომ აღიარებული არ არის, ხო ეს ანკლავი ახლა ნაურუზე და ტუვალუზე არ არის, ხო მართალია საუბარი. ამიტომ ისინი მიმართავენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, აბა? ეს შეიძლება თქვენ არ ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს, ბატონ დიმიტრი. ბატონი ბესო იტყვის ამას. გვაქვს კანონმდებლობა. ანუ კონფლიქტურ რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. ანუ რა ხდება ახლა? აფხაზეთში 40,000 ქართველი, რომელიც გალის ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, ჩამჩირის ტერიტორიაზე, ზოგადად მიმოფანტულია. ჩვენი მოქალაქე ქართველები, ეთნიკურ ქართველებზე ვამბობ. ის რო ცალკე აფხაზური მხარე შეცდომებს უშვებს და ასე ვთქვათ, რაღაცა პროცესებში შეცდომას უშვებს სერიოზულად ჩვენთან ურთიერთობაში. ანუ მომავალში როცა მათ ჩვენთან სალაპარაკო ეკნებათ, თუნდაც ქართული ენის შეზღუდვა, მე ის რომ ბინადრობის მოწმობის პასპორტები. ბინადრობის მოწმობას გააძლევენ ქართველს და ამ დროს ქართველს ჯარში იწვევენ წვევამდელს, მაგრამ კერძო საკუთრების შეძენის უფლება არ აქვს. ანუ ბევრი ისეთი ლაფსუსია, რომელიც მათი მხრიდან, ნუ ეს მისაღებია ამ ეტაპზე, ვინაიდან ჩამოყალიბებულ სახელმწიფოსთან არ გვაქვს საქმე. ეს არის ვის უნდა ველაპარაკოთ? ნახე, აი მე მაინტერესებს. ვინც უნდა ელაპარაკოს რუსეთი? ვის არა, ნახეთ, ჯერ ერთი. ვის უნდა ელაპარაკოს ქართული მხარე? ამ სიტუაციაში აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ თქვენ კონკრეტული აი მაგალითი. ჩვენი კანონმდებლობით კიდევ ამბობ, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კერძო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. და არის ესეთი თემა, რომ არა მარტო ქართველებს, არამედ აფხაზებს, რომლებსაც ჩვენ მკურნალობთ საქართველოს ტერიტორიაზე და ყველა იმ სოციალური პროგრამით სარგებლობენ და უფრო მეტიც ზოგ რიგ შემთხვევაში ვიდრე ადგილობრივი ქართველი სარგებლობს, გადმოგვყავს მათ შორის ის ხალხი ძალიან იცით როგორი დისკრიმინაციულია, ძალიან ბევრი ბავშვი ვერ მკურნალობს საქართველოში, ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში აფხაზები? არა, ადგილობრივი. ძალიან კარგია აფხაზეთის სისტემას არ ვეხები, მე ვამბობ აფხაზეთთან დაკავშირებით. არა, მესმის. აფხაზეთთან გადმოგვყავს კურნალობთ. ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე. რა თქმა უნდა. უნდა დააკმაყოფილოს ჯერ შენი დიახ და რა თქმა უნდა არ უნდა ხდებოდეს ეს კვოტები არსებობს. მათთვის ცალკე კვოტა არსებობს, ჩვენთვის ცალკე კვოტა. ნუ არ არის ავტომობილი ასე ვთქვათ, აფხაზები სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეობით. ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების მოწმობებით. ასევე არსებობს ესეთი დაფარული ღია ინფორმაცია, არსებობს ნეიტრალური მოქალაქის სტატუსი. თქვენ გსმენიათ ესეთ რამე? არ გსმენიათ. ანუ არის ნეიტრალური მოქალაქის სტატუსი, რომელიც არ ფლობს საქართველოში პროპორციულ არჩევნებში ვერ მონაწილეობს, არჩევნებში ვერ მონაწილეობს, მაგრამ სარგებლობს ყველა იმ სოციალური პაკეტით, რაც საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს. ამ შემთხვევაში მიიღოს სატენდერო რაღაც საკითხებში მონაწილეობა და ეკონომიკურ საკითხებში მონაწილეობა. ასეთები გვყავს ჩვენ დიმიტრი რაც ახსენა აფხაზეთის ტერიტორიაზე და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ კი არა, სარგებლობენ იმ სოციალური პაკეტებით, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე აწარმოონ სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობა, ბიზნეს საქმიანობა. და საქართველოს ასე ვთქვათ იმითი. მე ბავშვი გადმომიყვანეს კალბატონინო. დანილ ქარდავა პატარა. რომელსაც ჰქონდა თვალის კეთილთვისებიანი სიმსივნე, მაგრამ ჯერ არ იცოდნენ რა იყო, იმიტომ რომ დახურული ჰქონდა მთლიანად თვალი, მხედველობა იყო მთლიანად შეზღუდული. და იყო არჩევანი, უნდა წაიყვანა თან კრასნოდარში, ან და ჩამოეყვანა თბილისში. დამირეკეს ოჩამჩირის რაიონის სოფელი ჯალიდან. და ჩვენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გააგზავნა კატასტროფის მანქანა, მინდა გითხრათ. ესეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე. ეს არ არის ერთეული შემთხვევები. კი, ძალიან კარგი. კატასტროფის მანქანა შევიდა და გალის რაიონიდან გადმოიყვანა ბავშვი. და ბატონმა ივა ბერაძემ წარმატებული ოპერაცია გაუკეთა თვალის კლინიკაში და ის ბავშვი მომანათლინეს მე შემდგომში. და მისი დედა დანილ ქარდავა. და დედა არის იოლანდა კაბბა.
აი ამ სოფლიდან, რომელიც მანამდე არასოდეს არ იყო გადმოსული ენგურსაკეთ და ქონდა წარმოდგენა, რომ ქართველები არიან ორგანული მტრები მათი და ადამიანი ამ ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც იმყოფებოდა აქ ოპერაციის და ოპერაციის შემდგომ პერიოდში, მთლიანად შეეცვალა თავის დამოკიდებულება. ძალიან კარგი. მთლიანად, აი, მოღრუბლული იყო, მოკუპრული იყო, ასე თქვა და ღია გულით წავიდა უკან და ესეთი ურთიერთობა დამყარდა ნათელ მირონობის რა. და 2350-2400 შემთხვევაა ყოველწლიურად, როდესაც ისინი ჰოსპიტალური სექტორებით სარგებლობენ ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისში, სხვადასხვა კლინიკებში, სხვადასხვა ამბულატორიულ მათ შორის იმასხებულობენ. ეს ძალიან კარგია, დიმიტრი, რა თქმა უნდა. ჩანაცვლებითი პროგრამები, მივესალმები იმასაც, რომ ჩვენი პენსიონერები, ჩვენი ისინი არ იყვნენ მაგალითად გარკვეული დროის მერე სამონტყოფოში ვერ ტოვებთ. ნუ ძალიან ბევრი პრობლემაა. ჩვენ ხა სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემაზე ვსაუბრობთ. აფხაზეთი როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთზე კონტროლით, ხო? ხო, ეს და პირველი სკოლის, რა თქმა უნდა. აფხაზეთზე კონტროლის დაბრუნების მხოლოდ მშვიდობიანი გეგმაა დღის წესრიგში. ამას ხაზი უნდა გაუსვა. აუცილებლად. მშვიდობიანი გეგმა გულისხმობს სამოქალაქო ინტეგრაციის უმტკივნეულო, მაგრამ ძალზედ საპასუხისმგებლო პროცესის წარმოებას სახელმწიფოს მხრიდან, რომელშიც რუსოფობიებზე ლაპარაკი, სხვა არაფერია თუ არა ქართულ-აფხაზური ინტეგრაციული პროცესის ჩაშლის პირდაპირ მცდელობა. აი უნდა ვიცოდეთ ჩვენ. და განწყობა სხვათა შორის, აი ბოლოს ომის მერე რო ვიყავი სოხუმში, იცით როგორი ქონდა? რომელ წელს იყავით თუ გახსოვთ? 99 ან 2000 წელი და განწყობა როგორი ქონდათ იცი იქ იყო ეს NTV-ს თუ NTV-ს ისინი ჟურნალისტები და რო დაგვინახეს კი მაგრამ თქვენო მოვდით ერთმანეთშიო აი ისე დაგხვდნენ შამპანურების გახსნებით ხო და გადაღებულიც მაქვს მაშინ აჭარის ტელევიზიაში მუშაობდი ჰოსპიტალთან ცხოვრობ სხვათა შორის და ძალიან ხშირად იქვე კორპუსებში ქირავდნენ ხოლმე აფხაზეთიდან გამოსულები და ძალიან ისეთი ხო და ომის მერე რო დავდიოდა ესეც მინდა ვთქვა და მოსაღამებდებოდა თვითონ აფხაზები მეუბნება ძალიან ხშირად ჩავდიოდი გალში რუსლან კეშმარია იყო მაშინ და სლავა ვარდანია ძალიან კარგად ვიცნობ ხო და ისინი მეუბნებოდნენ რომ საღამოთი ნუ წახვალ დაღამდება იცით ხო რომ მე რა ვიქნებო გადმოსული და აქ მკურნალობდა თავის დროზე კეშმარია და ასე რომ ეს ურთიერთობები განსაკუთრებით რას მეუბნებოდნენ იცი რომ ვინმე მარისარგებლოს იქიდან რამე არ მაგალითად და ჩვენ არ დაგვაბრალო ხო აი ნამდვილად კონდოთ ესეთი წუხილი რომ აი დარჩი და დილით მაგრამ იქ იყვნენ ტყიზმები რომლებიც მიცავდნენ უკვე ჩვენ მხარეს ისე აბა ნახეს ახლა აღფრთოვანება ამ საწვავით მიღებული ძალიან არა თუმცა მასა აქვს აფხაზეთთან კავშირი რომ იქაც არიან რა თქმა უნდა უკმაყოფილოები ამით ხო ფაქტია რომ აფხაზეთი უნდა გააქტიურდეს მაგრამ ვინ იგებს ხალხი იგებს ხო ჯერჯერობით მოგებული არავინ არ არის დიმიტრი სამწუხაროდ და სამწუხაროდ ჩვენ დროც ამოიწურა მაგრამ ესეთი თემებია რომ მე იმედი მაქვს კიდე მესტუმრები ძალიან მნიშვნელოვანი თემები დაგვჭირდა სალაპარაკო კი ძალიან კითხვაზე მინდა ორი სიტყვით პასუხოთ ვის უნდა ესაუბროს აფხაზები და ოსები ხო ჩვენ მხარეს თუ ჩვენ ვის ქართველებმა აი აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით ევროპაში უნდა ვიაროთ თუ რუსეთთან რა თქმა უნდა არა რა თქმა უნდა ევროპაში არა ხა ევროპაზე ცალსახად ხელისუფლებას რა თქმა უნდა რუსებთან აფხაზებთან და ოსებთან ხო მაგრამ მე მაინტერესებს ლავროვმა და რამოდენიმე ხნის წინ პირდაპირ თქვა ერთ-ერთ განცხადება მომხდა სადაც ამბობს რომ დოლარისო ქართველები აფხაზებთან დაждეთ ისაუბროთ გამიგეთ ეს არის რაღაცნაირი მინიშნებაც ხო ალბათ ბელორუსიის ფაქტორიც ხო არის ხო იყო ჩამოსული ბელორუსის პრეზიდენტი და იმანაც გითხრა და იმანაც ზეწოლაა ძალიან ძლიერი დიდი ზეწოლაა გლობალური დასავლეთ ეს ანკლავი არ განიხილება ტერიტორიული მთლიანობის სუბიექტად ეს ანკლავი განიხილება მუდმივი ცეცხლისა და მუდმივი დაძაბულობის კერები ნუ გექნება ის ილუზიაც რომ რუსეთში ცალსახა მიდგომა არის თუნდაც აფხაზეთთან არა რა თქმა უნდა მე არის ასორები რომელსაც არ ლაპარაკობ მესმის მე ლაპარაკობ ოფიციალური რუსეთი და ოფიციალური საქართველო ხო ეგ სხვა მე ლაპარაკობ აი პირველ პირად ვინ უნდა წავიდეს ახლა საქართველოსდან ყობახიძე გამოჩნდება ეს გამეჯობნებთ რომ ჯანსაღი ძალები საბოლოო ჯამში შეწენით გამოჩნდება უმრავლესობაში აღმოჩნდებიან ღმერთით რატომ ყობახიძე ცუდი მომლაპარაკებელი გონიათ რომ იქნება არა მე მესმის ქალბატონ ნინოს კითხვა და სწორია და გაგაციცე ხო მე რასაც ვამბობ რა
პირველი ვინ არის საქართველოს ჩვენ ვერ გაგვიგია და რუსები ვისნელა ნუ ეხლა თუ ეხლა ეგრეა არაოფიციალურად ივანიშვილია და სასურველი იქნება რა თქმა უნდა რომ ივანიშვილი რა თქმა უნდა ჯერ ამას უნდა მივახციოთ ეხლა ჩვენ და შესაბამისად და იკისროს ივანიშვილმა რატო გამორიცხული რომ ბატონი ივანიშვილი გახდეს უნდა არ უნდა და პრეზიდენტი და დრო რომ მომწიფდება ისაუბროს არ ვიცით რა ხო არ არის ხო ნახოთ იმიტომ რომ ეს მაგარი პასუხისგებლობაა და დაპირისპირებაა ბიზნესთან ამიტომ არ უნდა მას და ურჩევნია ესე იყოს მოკლედ ჩვენ დრო ამოიწურა და სამწუხაროდ ბევრი დაგვრჩა სალაპარაკო და თუმცა ეს იმისი ის არის ნიშანი რომ ჩვენ კიდე შევხვდებით ერთმანეთს და ნახოთ როგორ განვითარდება დიდი მადლობა პირიქით და ნახვამდის მე პარასკევამდე გემშვიდობები